ახლა დემბელეს აჩვენებენ შემოუჭველი მაგან მოიგო ტატო აი შენ რაც გაქვს ნალაპარაკები ხ დემბელეზე ამ გადაცემაში მოგიბრუნდა უზდეციაში და საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ჯილდო გადაეცემა მოგიტყანების და იქნება მეორეა ეს ხო შეიძლება რა შეჩემა მეორეა მოიცა მოიცა რაცა ის არის კოლაჟია ბევრი მოტყუდებოდა სხვათა შორის ხო ხმავისაც არ აქვს ხო ისედაც სადაა ჩემი დემბელეს ფოტო რა დავაგდოთ ეგ რა საწაიღე მოცოცხლო და უკიდო ისევ შეჩ უსმან მიდი უსმან დორი რა რატო წურავ ამ დემბელეს შეჩემა არა მე ямალს მივცემდით ხო მაგაზე ეუბნები ეხლა არ მიცემენ ямალს რომ ეს ისაც მოიგებს და ვეღარ მოიგებს მე არ მიდი რონი რა ვითხარი შეჩემა რას გვაწვალე აუ დემბელი არ წამოდგეს რა დემბელი არ წამოდგეს რა უჭველი წამოდგეს უჭველი მოიგებს ვინ თქვა მოგიტყან ტატო გილოცავ რას მილოცავ შეჩემა ძალიან სული დღეა კი გაგიბაზრეს ეს არა უკვე ძალს რო გადაარჩენდი ეხლა ამოქეკავენ დემბელემ გააჯვასო ამ გუნდიდან საერთოდო ძალიან კაი იდეებს რო აწვდი ძალიან ჯიგარი ხარ ოჩა ვაჰ აუ ეგ რო გაგიბაზრონ ძალიან სასწაული იქნება ეგ ამბობენ ხოლმე ახჩები ახლა კაცმა მოიგო ბიჭო ოქროს ბურთი ამას ანაირად ვიფიქრებდით შარშანჯები ნუ ვინისიუსმა სადაც მოიგო კინაღამ ვიფიქრებდი ამასაც უკვე არა ამას აი ეს პრეზიდენტის ვერასდროს ნახე შეჩემ ნახე და დებილი სახით ნახე ოქროს ბურთი რო უჭირავს ბიჭო ამან რანაირად მოიგო ოქროს ბურთი რა სიგიჟეა ჩემ რანაირად მოიგო რა დამსახურებული მაგით მოიგო ესე როგორ დავაკამბე ანუ აი ეს არის საუკეთესო მაგალითი მეგო ბავშვებო ვინც ვიყურებთ ახლა მეგობრებო ახალგაზრდებო ვინც რასაც უნდა ვაფშე ეს მამის მენიშნებელია კიდე რა ნახევს შეხედეს მაგის მენიშნებელია რომ რასაც უნდა იყო ვინც არ უნდა იყო რაც არ წარმოადგენდნენ რასაც არ უნდა ამბობდნენ თქვენზე სხვები გარშემო ყველა ანუ ყველაფერი შესაძლებელია თუნდაც ამ ცხოვრებაში არ დაიუჯერო სხვა რამე რო გითხრათ სალახმა რანაირად გაასწრო რაფი ამან რომ მოიგო დემბელემ ოქროს ბურთი მოიგო ესე იგი ყველაფერი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში მაგრამ ყველაფერი შეიძლება მიაღწიოთ უნდა მოინდომოთ რა ან სწორ კლუბში აღმოჩნდეთ სწორ დროს სწორ კლუბში კი არა სწორ ადგილას სწორ დროს კლუბში ფეხბურთს ეხება ფაქტია შეჭა კაცი ბარსელონაში იყო ნუ აი ბოლო დონის იდიოტი ნახე დიდად არ შეძლო მაქრივაც მაგრამ ფეხბურთის თამაში უკვე აუ გადაუარა თავზე თან დამსახურებულია არა ინტელექტი მომატებოდა შეჭა არა მაგარი სეზონი გონდა ძალიან მაგარი სეზონი გონდა ძალიან აბსოლუტურად დამსახურებული ეს მოიგრა თუ იამალი ორივე დამსახურებული იქნებოდა პროსტა ამან რომ მოიგო 2 წლის წინ ბიჭო ვინმეს რო ეთქვა დემბელე ოქროს ბურთს შენ მაიცადე ეს ოქროს ბურთს მოიგებსო აი ერთი ადამიანი მითხარი ვინ იტყოდა რომ კი ნახდოთ ეგრე კი არა დაცინება აჰა აი თავარია შრომა მონდომება და ნასერ ალხელა სწორი გადაწყვეტილება ხო სწორი გადაწყვეტილება იმ ბარსადან წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო ფაქტია კაცმა მოიგო აგერ ოქროს ბურთი სასწაული მართლა სასწაული და რაფინია მეხუთეზე ძალიან დახوارდა ჩაგრეს ცოტა კი მეც მგონია რომ რაფინია მეხუთეს ცოტა უფრო მაღლა უნდა გასულიყო სალახზე მაღლა უნდა გასულიყო ხა მეორე ფინალიდან გავარდა კაცი და კი კაი სეზონი ჰქონდა და ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა მაგრამ ეს ლიგაზე მაინც უფრო შორს წავიდა და ამის ნახევარი ჰქონდა ძალიან მაგარი მეორე ნახევარი ეგეთი კაი აღარ ჰქონია ხო სალახზე მაღლა ჰაკიმისაც გავიყვანდი მე მაგალითად ხო ნუ ხო გემოვნების ამბავი სადაოა ხო რა თქმა უნდა მაგრამ სუბიექტურად ეგრე მბაპეს არაფერი არ მოუგია და მეხუთეზე კი იყო იქ არა მარტო დემბელეს უნდა აბრალო მასწავლებელი გააფუჭავდა კი ბატონო ეგრე არის ანუ არ მომნია რომ დემბელეს ბრალი ყოფილიყო ბოლომდე ეგ მაგრამ ნუ ფაქტია ის რომ ტრავმები ჰქონდა სულ ტიპს და დემბელეს ბრალი ის იყო რომ სულელი ფეხბურთელია ანუ ეგ ნახოთ ახლა ამ პასაჟერებს დიდად არ შეცვლილა ეგ რა მაგრამ მენეჯმენტი მოახერხა რაღაცნაირად რომ თავისი სისულელე მენ ლუის ენრიკემ ალბათ ლუის ენრიკემ მაწვა ეს ამის სისულელე გადაფარა და დემბელე მე დარწმუნებული ვარ რომ კარგ რაღაცას გააკეთებდა მაგრამ შეიძლება და ჩავიმ და კუმანმა როგორ გააკეთოს ვერაფერი და კიკესეტიანმა და ვიღაცებმა არაა გასაკვირი. ჩავი ადრე იყო ცოტა მე მგონი. ცოტა შეიძლება კი, მაგრამ ამჯერად მე ჩავი დიდი მწვრთნელი გახდებოდეს. არ მგონია.